გაზაფხული ბაყაყუნას და გომბეშიკოს თავგადასავალი ავტორი არნოლდ ლობელი ბაყაყუნამ სირბილითა თავა ბილიკი გომბეშიკოს სახლამდე და კარზე დააბრახუნა ხმა არავინ გასცა გომბეშიკო დაიძახა ბაყაყუნამ გაიღვიძე გაზაფხული დადგა ოჰარა მოისმა ხმა სახლის სიღრმიდან გომბეშიკო არ მოეშვა ბაყაყუნა მზე კაშკაშებს თოვლი დნება გაიღვიძე შენ არ ვარ მიუგო ხმამ ბაყაყუნამ კარი გამოაღო და ოთახში შევიდა ბნელოდა ყველა დარაბა და ხურული იყო გომბეშიკო სად ხარ დაუძახა ბაყაყუნამ მომწყდი თავიდან გაისმა ხმა ოთახის კუთხიდან გომბეშიკო ლოგინში იწვა ქვეშაგებში ჩაფლული და თავზე საბანწამო ხურული ბაყაყუნამ გომბეშიკო საწოლიდან წამოაგდო და ხელის წვრით გაიყვანა გარეთ აივანზე კაშკაშა მზე მცვალები მოსჭრა გომბეშიკოს ვაიმე მიშველე დაყვირდა გომბეშიკო ვერაფერს ხედავ კარგი ერთი ნუსულელო უთხრა ბაყაყუნამ რასაც შენ ხედავე გაპრილის წმინდა და თბილი შუქია ეს კი მას ნიშნავს რომ მე და შენ შეგვიძლია ერთად დავიწყოთ ახალი წელიწადი წარმოიდგინე როგორ ვიხტუნებთ ხოლმე მინდორში ვირბენთ ტყეში და ვიცურავებთ მდინარეში საღამოობით კი აქ აივანზე გვერდ დავსხდებით და ვარსკვლავებს დავითვლით ვარსკვლავების ცვლა შენთვის დამითმია ბაყაყუნა უთხრა გომბეშიკომ მე მაგის თავი არ მექნება დაღლილი ვიქნები წავედი აბა ძილი უნდა გავაგრძელო გომბეშიკო სახლში შებრუნდა ლოგინში ჩაწვა და ისევ გაეხვია საბანში თავფეხიანად კი მაგრამ გომბეშიკო აღელდა ბაყაყუნა ასე ხომ მთელ სიამოვნებას გამოაკლდები ყური მიგდე ბაყაყუნა უთხრა გომბეშიკომ რამდენი ხანია რაც მძინავს ნოემბერს აქეთია ესე იგი ცოტაც რომ წავუძინო არაფერი დაშავდება შუა მაისში დაბრუნდი და გამაღვიძე ღამე მშვიდობისა ბაყაყუნა კი მაგრამ გომბეშიკო მაშ მაისამდე სულ მარტო უნდა დავრჩე გომბეშიკომ არაფერი უპასუხა ღრმად ჩასწინებოდა ბაყაყუნამ გომბეშიკოს კალენდარს შეხედა ზედა ფურცელი ჯერ კიდევ ნოემბერს აჩვენებდა ბაყაყუნამ მოახია კალენდარს ნოემბრის ფურცელი მოახია დეკემბრის ფურცელიც მერე იანვრისა და თებერვლის ფურცლებიც მოახია მარტის ფურცელიც და აპრილის ფურცელს მიადგა ბაყაყუნამ აპრილის ფურცელიც მოახია ბაყაყუნა სირბილით მიბრუნდა გომბეშიკოს საწოლთან გომბეშიკო გაიღვიძე უკვე მაისია დავიჯერო ასე მალე დადგებოდა მაისი მაშ თქვა ბაყაყუნამ აბა ერთი კალენდარს შეხედე გომბეშიკომ კალენდარს შეხედა ზედა ფურცელი მაისისა იყო ვაჰ მართლა მაისი არ დამდგა რა გაუკვირდა გომბეშიკოს და საწოლიდან გაძმოძვრა მერე ბაყაყუნა და გომბეშიკო გარეთ გაიქცნენ სამყაროში გაზაფხულის დადგომას რომ შეგეგებოდნენ წიგნს ახმოვანებდა ანასტასია აბუაშვილი არ დაგავიწყდეს გამოიწერეს პატარა ჟირაფის არხი